უკვე შემდეგი პერიოდი ომი და გზა ჭუბერზე, რომელიც საკმაოდ რთული იყო. ჩამოვედი ვერტმფრენიდან და აფრენიდან რამოდენიმე წუთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაც ჩვენი ოჯახის ძალიან ბევრი ნაცნობი ადამიანი ახლობელი იჯდა. ესე იმეორებდა, რომ ნეტა რამე თუ გამართლობს და ზუსტად იმ დღეს საერთოდ გაცივდა. თვალებს დავხუჭავ ხოლმე, ვიძაბები, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ძმის ხმა აღვიდგინო და ძალიან მენატრება ის ეზო ჩვენი და აი ეს ხმები. სოფლიო მოვიარე, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი აფხაზეთში ვიყავი და რაც გავიარე, რა გზაც ილიამ რო პირველი ქამარი აიღო, პირველი რაც ვიფიქრე ჩემთვის და რაც გავიფიქრეს, რომ მეთქი ეს ყველაფერი ამათ ხირდა. სულ მქონდა ქართული სიმღერების ცეკვა ჩართული და აი ასე რაღაცნაირად ასე ზრდიდი გერმანიის სიყვარულში იზრდებოდნენ. მამა ჩემი წერა კითხვას ასწავლიდა და ვიტყვი თამამად, რომ არასოდეს არ წავსულა, რაც პირველად ემიგრაციაში და არც ახლა იმ მიზნით, რომ უკან არ დაუბრუნდები. დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ მასპინძელს, მარან იორას. კიდე დავაგემოვნებთ ღვინოს გაგვიმარჯოს. პირველი გადაცემა შედგა შენი წარმატებებს გისურვებ. მადლობა რომ მომიწვიე, მადლობა რომ ჩემი გჯერა. კარგი რა, სოხუმი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ ხარ ჩემი პირველი გადაცემის სტუმარი, ჩემი საყვარელი რესპონდენტი, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო ქალი, რომელიც ხარ სამაგალითო ქალი და ადამიანი. და ძალიან დიდი პატივია ამავდროულად ის, რომ შენ ხარ სწორედ ჩემი პირველი გადაცემის პირველი რესპონდენტი და საკმაოდ კარგი არის ისიც, რომ ჩვენ ასე განსხვავებულ არასტუდიურ, არასტანდარტულ გარემოში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონს სოფელ ნინოწმინდაში, მარან იორაში, რომელიც არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის მასპინძელი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივ სივრცეს დღეს ჩვენი მასპინძლობისთვის და ესეთი მშვენიერი ღვინით გვიმასპინძლეს მთელი გადაცემის განმავლობაში, რომელიც დავაგებოვნეთ უკვე. მოდი გამოვუწყდეთ მაყურებელს და არის უგემრიელეს და განსაკუთრებული გემო აქვს. პირველ რიგში მე მინდა ჩვენს მაყურებელს ასევე გავუთხრა ის, რომ ჩვენ უკვე შევხვედრი ვართ მსგავს ფორმატში ერთმანეთს. ჩემი რესპონდენტი იყავი უკვე და ჩვენ გვქონდა რეპორტაჟი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. და ერთგვარი რაღაცა გამოწვევა არის, საკუთარი თავის კონკურენტი ვარ ახლა, იმიტომ რომ მინდა რომ იმაზე უფრო მეტად გავაცნო ჩემი გადმოსახედიდან მაყურებელს, შენი თავი, თუმცა შენ სოფლიო გიცნობს და არა მარტო საქართველო, მაგრამ აი უფრო მინდა რომ კიდევ უფრო უშუალოდ და განსხვავებული და განსაკუთრებული იყოს ჩვენი დიალოგი და მე მახსოვს, როდესაც შენ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავი, პირველი ასეთი კითხვა დაგისვა, მაშინ რუბრიკა იყო ასეთი ემიგრანტებზე, რომ როგორ წარადგენდი საკუთარ თავს თქო და მაშინ ზუსტად ისე წარადგინე რეალურად, რაც იყო რუბრიკის ძირითადი შინაარსი. ახლა მაინტერესებს როგორ წარადგენ საკუთარ თავს. სადაც შენ უნდა მომიყვე ძირითადად შენი ამბავი. პირველ რიგში მივესალმები შენს მაყურებელს, გილოცავ ამ ახალ ფორმატს, დიდი მადლობა რომ მომიწვიე შენს გადაცემაში. ულევ წარმატებას გისურვებ. როგორ წარვადგენდი საკუთარ თავს? ინგა ბენდელიანი თოფურია, 4 შვილის დედა. ველოდები მეხუთე შვილიშვილს. მყავს წარმატებული შვილები. ჩვენი რაც მაშინ ჩავწერეთ და რამაც სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგი დადებითი ემოციები გამოიწვია. ადამიანებში და ძალიან მიხარია ის, რისთვისაც ვილაპარაკეთ და რა მესიჯიც უნდა გაგვეგზავნა ემიგრანტი დედებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა ეს ყველაფერი. რა შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა, ის რომ ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ კარგი გაგებით ბრძოლას, ვაგრძელებ ვიყო ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ჩერდება, რომელიც აკეთებს ყველაფერს თავისი შვილებისთვის, ოჯახისთვის და ამავდროულად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა ამაყობდეს ინგათი მისი შვილებით და რა ვიცი, გამოჩნია სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი თუ რაც ქვია.
და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მე როგორც ადამიანი, როგორც დედა, როგორც ქალი ვუყვარვარ ქართველებს, რაღაც მომენტ ჩემთვის ეს იმდენად დასაფასებელია და პირიქით მადლობას გადაუხდიდი ყოველთვის ყველა ადამიანს ამ სიყვარულისთვის და მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ გავჩერდე და ვიყო ამ სიყვარულში, აი ასე სულ ძიებაში და სულ რაღაცა განვითარებაში. ეს ფანტასტიკურად გამოგდის და ახერხებ კიდეც და წვდომა და კავშირი საქართველოსთან ყველაფრის მიუხედავად, რომელსაც შემდეგ უკვე შევეხებით აუცილებლად არასდროს არ დაგიკარგავს. ერთ-ერთი ნათელი დასტური არის ამის ისიც, რომ სულ ახლახანს წიგნიც დაიწერა დედა და ილია, რომელიც მე წავიკითხე არც თუ ისე დიდი ხნის წინ და ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ჯერ კიდევ. ამ წიგნში იყო ძალიან ბევრი ისეთი ემოციური დეტალი, რაზედაც მინდა რომ ჩვენ მთელი გადაცემის მსვლელობაში, ანუ მე მეგონა რომ ჩვენი პირველი ინტერვიუდან, ზოგადად მე ჩვენ დავმეგობრდით და ურთიერთობიდან რაღაცა ეტაპზე გიცნობდი, თუმცა წიგნში მაინც ვიპოვე დეტალები, რამაც კიდევ უფრო დადებითად გამაუცა შენთან მიმართებაში, იმიტომ რომ რამდენი რამე შეუძლია თურმე ერთ ადამიანს, ქალს, დედას და ეს იყო ჩემთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც მინდა შევეხოთ, მაგრამ სანამ ამ დეტალებზე გადავალთ, მინდა რომ თავიდან დავიწყოთ შენი ამბის მოყოლა და მინდა რომ მომიყვე აფხაზეთზე, შენს ბავშვობაზე და პერიოდზე ომამდე. აფხაზეთი, ჩემი ბავშვობა და ის წარსული, რაც იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში აფხაზეთის შემდგომ, რომ ვერაფერმა ვერ გადაფარა, ბევრი სიხარულიც მივიღე ცხოვრებაში და ის კომპენსაცია ჩემი შვილების სახით, აი შვილიშვილები მყავს, მაგრამ თითქოს და ვერაფერმა ვერ გადაფარა ის, რაც აფხაზეთში იყო ჩემს ბავშვობაში და ზოგადად ომამდე. ძალიან კარგ ოჯახში დავიბადე, გავიზარდე. ბევრი ნათესავი მყავდა, ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, მყავდა ძმა და 92 წლის აგვისტომდე ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაფერი ძალიან კარგად. და აი ეს არის ჩემთვის სოხუმი, ასე დარჩება ყოველთვის, სანამდესაც ცოცხალი ვარ. აი ერთი პატარა ამბავი გაქვს ბავშვობიდან, რომელიც აი სულ გახსენდება, ძალიან განსაკუთრებულ დადებით ემოციასთან არის კავშირში. თუნდაც უმნიშვნელო დეტალი იყოს, მაგრამ აი შენ სულ რაღაცა აფხაზეთში რო გახსენდება ეს დეტალი, ეს ამბავი გახსენდება მასთან კავშირში. ნუ ყოველთვის ყველაფერი ბავშვობა, ჩემი ბავშვობა ზოგადად მაინც მე ვიტყვი, რაც არ უნდა, რამდენი კარგი მომენტიც არ უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში, მაინც ჩემს ძმასთან ასოცირდება. ყველაფერი მაინც ჩემს ძმამდე მიდის. ჩვენ შორის 2 წელი იყო, ხო და ყველა დეტალი, ყველა მომენტი, ყველა სიხარული არ ვიცი, ჩვენ ისე იმდენად განუყრელები ვიყავით, ვერც წარმომედგინა ჩემი ძმის გარეშე ცხოვრება და ჩემი და რო დაიბადა, მე ვიყავი 14 წლის, ჩემი ძმა იყო 12 წლის. ეს არის ჩემი ბავშვობის რაღაცნაირად დასასრულიც და თითქოს ყველაზე ლამაზი და კარგი ეტაპი ცხოვრების. ანუ ამაზე კარგი მომენტი ცხოვრებაში ალბათ აფხაზეთში რაღაც მომენტ არც მქონია, იმიტომ რომ დაიბადა ჩვენი პატარა და, პატარა სათამაშო და ეს ჩვენი ერთიანი სიხარული იყო, ჩემი და ჩემი ძმის და ეს არის ჩემთვის ძალიან ისეთი დღემდე სამივე ისეთ კავშირში ვარ. ჩემი ძმა აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მაინც სამივე ერთად ვართ, სულ ასე მგონია, რომ ჩემი და 40 წლის არის და მისი დაბადება და ის ყველაფერი მაინც მაბრუნებს იმ მომენტამდე, რომ ჩემი ძმა, ყველა დეტალი, ყველა მომენტი, ყველა სიხარული, ყველაფერს მაინც ჩემ ძმამდე მივყავარ აფხაზეთში რაც იყო. ხო. სხვა ვერაფერს ყველაფერი მინდა რომ ყოველთვის ჩემი ძმით იწყებოდეს და აფხაზეთში ჩემი ძმით მთავრდება. საკმაოდ ადრეულ ასაკში დღევანდელი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასია, გათხოვდი, გახდი დედა. უკვე შემდეგი პერიოდი, ომი და გზა ჭუბერზე, რომელიც საკმაოდ რთული იყო. ამბავი, რომელიც იქ მოისმინე, იქ ნახე და არასოდეს არ გტოვებს და არ გავიწყდება. ალბათ ძალიან ბევრი იყო რთულიც, ძალიან ბევრი იყო და გახსენებაც რომ რთული იქნება ახლა, მაგრამ ეს თათქმელად ძალიან ადვილია ხო ამ ყველაფრის. ამდენი წელი გავიდა და ნახე რას გეტყვი,
თითქოს მე თვითონ ყოველდღე ახალ-ახალი ისტორიები მახსენდება. შენ გონია რომ ამდენი წლის განმავლობაში რაც უფრო დრო გადის, მით უფრო თითქოს ქრონოლოგიურად, აი ზოგჯერ ხდება ხომ თუნდაც წიგნი. ის კი არა რომ მე დამჭირდა რაღაც ის გახსენება, არა პირიქით. იმდენად ახალ-ახალი რაღაცები ტივტივდება, რაც შეიძლება 5 წლის წინ არც მახსოვდა, მაგრამ აი დღეს აი ეს ხომ ესე იყო. რა იყო რა შემიძლია ვთქვა ტკივილი და ძალიან რთულია რომ ბევრჯერ მithქვამს რა ცუდია რომ ხატვა არ ვიცი რომ შემეძლოს ამის დახატვა რას ხედავს ჩემი თვალები როგორ არის ეს ყველაფერი რაც იქ გავიარე აი ესეთ ფერებში რა ფერია ის პერიოდი შავ-თეთრიც არ არის ქაოსურია რაღაცა ვერც ავხსნი ფერადი ნამდვილად არ არის, მაგრამ აი ესე შემიძლია ვთქვა, რომ ქაოსურია, აი რაღაცა, პირამიდები, რაღაც ძალიან ვღელავ ხოლმე, როდესაც ჭუბერს ვიხსენებ, იმიტომ რომ როდესაც 2 წლის ბავშვი მოყავს და პატარა მარიამი, რომელიც 6 თვის გახდა კარვებში, ის რომ შენ მარტო არ ხარ, არ გაწყნარებს. იმდენი 1000 ადამიანი ხო მოდის და რო ფიქრობ რომ მე ხო მარტო არ ვარ, მაგრამ ეგრე არ არის. ეს შენ არ პირიქით უფრო ღელა, უფრო ნერვიულობ, რომ შენ მარტო არ ხარ, ამდენი ადამიანია და ამდენ ადამიანს გადარჩენა უნდა. ყველას გადარჩენა უნდა. ყველას უნდა სამშვიდობოს მისვლა. ყველას უნდა ლუკმაპური და გათვითცნობიერებული გაქვს, რომ ის ლუკმაპურიც პრობლემა არის, არ არის. არც შველა არის, ფიზიკურად პრობლემა არის. დღეს ახლა 21 საუკუნეში 2025 წელს სადმე რამე კატასტროფა რამე ხდება დღესაც კი პრობლემა არის რომ ადამიანები დროულად გამოიყვანონ და სადღაც ჭუბერზე სვანეთში მოდიხარ მთებში როდესაც შენი სახელმწიფო იმდენად დასუსტებულია არ ქონდათ ფიზიკურად რესურსი ხო მოდი ვთქვათ და იცი რომ თუ გადარჩები ისევ შენ თვითონ უნდა გადარჩე და მადლობა იმ ხალხს ვინც სვანეთში ხელს გვიწვდიდა და რაღაცნაირად გვეხმარებოდა რომ გადარჩენილ ვიყავი. თუ დღეს ცოცხლები ვართ, მადლობა იმ ადამიანებს და მადლობა იმ ჩვენ შინაგან მებრძოლ სულს, რომ გადარჩენა გინდა. რა უნდა ვთქვა? ძალიან ბევრი მამაკაცი კვდებოდა გზაში შიმშილისგან, იმიტომ რომ როდესაც ქალები მოდიან ბავშვებიანად ძალიან უჭირდათ კაცებს რომ რაღაცა თუნდაც ის ლუკმა რომელიც შეიძლება ქალმა ან ბავშვმა ჭამოს რომ მიიღოთ ბევრი გარდაცვლილი ადამიანი ზოგს ნერვებმა უღალატა ზოგს ჯანმრთელობამ უღალატა ზოგმა ვერ გაუძლო რაღაცას ყველაფერი ცუდი ანუ რაც შეიძლება დედამიწაზე რომ ვთქვა რომ ნეტა არასოდეს არ განმეორდეს არავის თავს ეს იყო ჩემთვის სვანეთის გზა შიში იყო? იცი რა არის იმდენ თუ მაგ დროს არ არის? ყველაფერი იყო შიშის გარდა. ხო არა? იმიტომ რომ უბრალოდ მიდიხარ და ერთადერთი ფიქრობ მე ერთადერთი შიში, როდესაც ჩემ რაღაცნაირად ამომიტივტივდებოდა და ხოც გული რო ამოგდის, მარიამი რომ მომყავდა ესე. ბავშვების ასაკი რამდენი? მარიამი 6 თვის გახდა კარვებში, უკვე მე რამდენად სულ 12 დღე მოვდიოდით. ერთადერთი მეშინოდა რომ მარიამი თუ სუნთქავდა, იმიტომ რომ ზოგჯერ ერთი თლიანი დღე საჭმელს არ ვაჭმევდი, მარტო წყალს თუ დავალევინებდი, ისიც რა ვიცი ზოგს ხან თხა მოყავდა რაღაც, ანუ ვინც ჭუბერი გამოიარა და ვინც ნახავს ამ გადაცემას, დამეთანხმებიან რომ ძალიან რთული იყო 6 თვის ბავშვის, უბრალოდ რომელიც ბოთლიდან იკვებება, რაიმეს მიწოდება, რაც ფიზიკურად არ არსებობდა. და იყო ხოლმე რომ თლიანი დღე დილიდან რომ დავიძრებოდით საღამომდე არც ვუყურებდი უბრალოდ მივადებდი ესე ცხვირს თუ სუნთქავდა და სულ ვფიქრობდი გზადაგზა ბევრი ბავშვი იღუპებოდა ქალები კაცები და სულ იმის შიში მქონდა ვაი თუ რამე დაემართა რომ რა მოხდება მერე და აი შეგნებულად არ ვუყურებდი რომ მეთქი ხო ცოცხალია თუ არ არის მაშინ მაინც ჩემთან იქნება აი ეს თორე შენ თვითონ მიდიხარ რაღაცნაირად ეს ჩემთვის და ყველა ვინც მანდ გადმოდიოდა ყველა დამეთანხმება ალბათ ყველას თავიანთი შვილების ეშინოდათ თორემ რაღაცნაირად მიყვები იმ დინებას და მიდიხარ ისიც არ ვიცოდი სად მივდიოდი სიმართლე გითხრა იმიტომ რომ ჭუბერზე იყო მაგრამ მე სად მიდიხარ ისიც არ იცი
სადგელოდებიან საერთოდ. წლის და 8 თვის მარიამზე ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მათი მამა ჩემს ძმასთან ერთად გიორგი გარდაიცვალა და მარიამი მერე დაიბადა გიორგის გარდაცვალებიდან. შემდგომ აი ეს მარიამის დაბადება რატომღაც ის კი არა რომ რაღაც დაგავიწყდება, უბრალოდ ფიქრობ რომ ახალი სიცოცხლე დაიბადა და აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ მარიამი თბილისში რო დაიბადა, მოგვიწია აფხაზეთში ისევ დაბრუნება, რადგანაც ხელშეკრულება დადეს ომის შეწყვეტაზე. სექტემბერში სკოლა უნდა დაწყებულიყო და რაღაცნაირად დავიჯერეთ ეს ყველაფერი, თუმცა ყველაფერი ჩაიკეტა ისე რომ ბოლო გზა იყო აფხაზეთის სვანეთი და მადლობა უფალს რომ იმდენი 1000 ადამიანი გადარჩა და რომ არა ის გზა ვერც ერთი ცოცხლები ვერ გამოვიდოდით იქედან. და ის გადარჩენა, ხო, გადარჩენა ქვია და გამართლებაც ხო ერთგვარი, როდესაც ვერტმფრენში უკვე ასული უკან დაბრუნდი, აი ეს ეპიზოდიც რო გაიხსენო, ანუ კი, ეს ერთ-ერთი პირველი გამართლება იყო შენთვის სიცოცხლის გადარჩენის. არა, ერთ-ერთი პირველი არ იყო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავბრუნდით, როდესაც ხელშეკრულება დაიდო, დავბრუნდით, მე უცებ რომ დაიწყო ეს ყველაფერი, ერთადერთი თვითმფრინავი აგვისტო იყო 27 აგვისტო, ვთქვით რომ გავალთ, წავიდეთ ბავშვებიანად, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ცუდად დაიწყო ისევ. 28 აგვისტო რო თენდებოდა, არასოდეს არ მithქვამ საჯაროდ, ღვთისმშობელი დამესიზმრა. და უბრალოდ ესე დამესიზმრა და მითხრა რომ შენ გადარჩები, იმიტომ რომ შენ ამას იმსახურებ. მე არასოდეს არ ვიყავი სიმართლე გითხრათ, რომ ესე კი წამს ყველაფრის მორწმუნე ვარ, მაგრამ ალბათ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ რაღაც გამეთავისებინა ამ დონემდე, რომ შეიძლება ღვთისმშობელი გამოგეცხადოს და გეწინასწარ მეტყველოს რაღაც. და დილით 28 აგვისტოს ერთადერთი თვითმფრინავი იდგა ბაბუშერის აეროპორტში, რომელსაც გადაყავდა დაჭრილები. ამ თვითმფრინავს მიადგეს ტრაქტორი და იქედან ავედით ქალები და ბავშვები. და როდესაც უკვე დაჭრილები იყვნენ სხვათა შორის და არც დასაჯდომი არ იყო არაფერი, უბრალოდ დაბლა უნდა დამჯდარ ვიყავით ქალები, ბავშვები ამ დაჭრილებთან და როდესაც ასაფრენ ბილიქზე უკვე დაიძრა ჩვენი თვითმფრინავი და ესე წამოვიდა სოჩიდან მომავალი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. და პირდაპირ დავინახეთ, როგორ ჩამოაგდეს ეგ თვითმფრინავი, მან ძალიან ბევრი ქალი, ბავშვი, ჟურნალისტები იყვნენ. და ეს ჩვენი თვითმფრინავი მოტრიალდა და გაჩერდა ბაბუშერის აეროპორტში და ეგ იყო ბოლო მცდელობა, რომ ასე მშვიდობიანად გავფრენილ ვიყავით და წავსულ ვიყავით. მშვიდობიანად ქვია ის, რომ გაგვესწრო, რასაც ქვია. მერე ჩაიკეტა ყველაფერი და ვიფიქრე, რომ აი ღმერთმა გადამარჩინა, ღვთისმშობელმა გადამარჩინა და ღმერთს უყვარვარ. და უკვე სვანეთში ერთადერთი ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვიდა და ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა პური და რაღაც საკვებები, სხვათა შორის თუ არ ვცდები, ალიკა კორძაია იყო ესეთი, მან გამოაგზავნა ეს პროდუქტები და ვერტმფრენით უკან უნდა წაეყვანათ ქალები და ბავშვები. ავედი იმ ვერტმფრენში ჩემ შვილებთან ერთად და ჩემი 6 წლის დასთან ერთად. როდესაც დაიხურა კარები, მამა ჩემი, და დედა ჩემი იდგნენ, აი ხო იცი რომ გემუდარებიან, რომ ჩამოდი. და თქვეს რომ რადგანაც მოვდივართ, მოდი ყველა ერთად წავიდეთ. არ ვიცი, გულმა უგზნო თუ რა მოხდა, მშობლის ინსტინქტი, უბრალოდ ასე მოუნდათ. დაემორჩილა ეგრევე. და ხმა არ მომიღია, ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა. მე რაღაცნაირად ვერ მივხვდი. მეთქი ბავშვებიანად, ამხელა გზა უნდა გავიაროთ, ამდენი დღე უნდა ვიაროთ. ჩამოვედი ვერტმფრენიდან და აფრენიდან რამოდენიმე წუთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაც ჩვენი ოჯახის ძალიან ბევრი ნაცნობი ადამიანი ახლობელი იჯდა და ყველაზე ცუდი სანახაო, ბევრი ცუდი კადრი ვნახე აფხაზეთის ომში, მით უმეტეს ჩემი ძმის გარდაცვალების მომენტს თუ გავიხსენებ, ამაზე უარესი რა უნდა ნახო, მაგრამ ეს იყო საშინელი სანახაობა. ეს კადრები რო ამოშალო გონებიდან, ბევრჯერ ვცდილობ რაღაცები დავბლოკო, მაგრამ
ყოველთვის როდესაც ყველაზე კარგად ვარ, რატომღაც ზუსტად ვუბრუნდები იმ კადრებს, რაც ყველაზე ცუდი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება ამით საკუთარ თავსაც ვეუბნები იმას, რომ არ დაიბიწყო ის ხალხი. რატომღაც ხო არის ეს მომენტი, რომ მშვიდად უნდა იყო რაღაცები დაბლოკო, მაგრამ ყველაფერი რომ დაუბლოკო, გამოდის რომ ბევრ ადამიანს ვივიწყებ და რატომღაც არ მინდა მათი დავიწყება. თან რამდენიმე წუთში გაქრა ბევრი ადამიანი დაიფერფლა და ძალიან ცუდი დასანახი იყო, არც მინდა თუ ოდესმე მომეცემა საშუალება სიამოვნებით ავიდოდი იმ ადგილას და დავჯდებოდი და გავაანალიზებდი ყველაფერს რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ გავუძელით ამ ყველაფერს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც რომ ყველაფერი გადახარშო და მე გათენდეს და ისევ ადგე და გზა გააგრძელო, როცა იცი რომ ამდენი ადამიანი ჩაიფერფლა შენს თვალწინ. ძალიან რთულია. ხო. ძიმე თემაა ძალიან ეს და ჩამოხვედი უკვე იყავი სამშვიდობოს. ეცადე რომ თავიდან დაგეწყო ყველაფერი, ხო? ეცადე არა. გააკეთე ამისთვის ყველაფერი და მე რა ხდება? ხო, ჩამოვედით სამშვიდობოს, ჩავედით ქალაქ რუსთავში. ყავს 2 შვილი და ფიქრობ რომ ცხოვრება გააგრძელო. ჩემი მშობლები, რომლებსაც 19 წლის შვილი გარდაეცვალათ ომში, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე 21 წლის გოგო, რომელსაც ომში ესეთი საშინელი რაღაცა შეემთხვა, რომ დაქვრით და ძმა მოუკვდა, შვილი მერე შეეძინა. ამ ყველაფერს თავი რო გაართვა, მე კი არა ვინც გინდა იყოს, ძალიან რთულია. დღეს არის ამდენი ფსიქოლოგი, ამდენი რამე ხდება, მაგრამ იმ დროს ხო ყველაფერი არ იყო. ჩემი ფსიქოლოგები, ჩემი მეგობრები, ჩემი ექიმები, სულის ჩამდგმელები იყვნენ ჩემი მშობლები. კონკრეტულად დედა ჩემი, იმიტომ რომ დედა მაინც სხვა ფენომენია, ხო? ქალი, რომელიც ძაძებში დადიოდა, გაიხადა, თავისი თავი აიყვანა ხელში, სამსახურში დაიწყო სიარული იმისთვის, რომ რატომღაც სახში დაიჭდა და გამოაცხადა, რომ დასრულდა გლოვა, უნდა დავიწყო ცხოვრების გაგრძელება. დედა ჩემს ეს რო არ გაეკეთებინა, შეიძლება მეც მჯდარ ვიყავი და მეტი რა 24 საათი. როდესაც უყურებ, რომ შვილმკვდარი დედა ამას აკეთებს, მე რა რო ის ჩემი ძმა იყო, შულზე წინ არავინ და არაფერი არ დგას ცხოვრებაში, ხო? როცა ეს დავინახე, რომ დედა ჩემი ამას აკეთებს ჩემ გამო, რომ მე გადავრჩე, რატომღაც გავაგრძელო ცხოვრება, თან ჩემი დაც პატარა იყო და იმ ბავშვსაც ხო ჭირდებოდა, რომ ჯანსაღ გარემოში გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე უფლებაც არ მქონდა, რომ რაღაცნაირად სასოწარკვეთილებას მივცემოდი და დეპრესიაში ჩავარდნილიყავით. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი სიტუაცია, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ადამიანობა გამოიჩინა. მე ასევე ეძახი ამ ყველაფერს, ანუ არის რაღაცა სიყვარული, ურთიერთობა, გრძნობები, მაგრამ ყველაფერი მოდის ადამიანობიდან. გამოიჩინა ადამიანობა იმ ურთიერთობაში, გაცნობის პირველი წუთიდან და დამარწმუნა იმაში, რომ უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან და უნდა გავაგრძელო ცხოვრება ჩემი შვილების გამო. და ყველაფერი გამოვიდა, რასაც ქვია, რა ვიცი, 30 წელია ვცხოვრობთ და მოვდივართ ასე 4 ფანტასტიურ შვილთან ერთად. გიწევს ემიგრაცია. როდესაც ეს აზრი მოვიდა და როდესაც ამის საჭიროება დაგიდგათ, როგორი იყო? ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მასიურად შემოვიდა საქართველოში ეს მომენტი, რომ ხალხი გადიოდა. და მოვიდა ჩემამდეც როგორღაც ის ამბავი, რომ შესაძლებელი იყო, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი ჩემს საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირი და გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ბევრი მიზეზის გამო და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ბევრი პრობლემა იყო საქართველოში და ჩემთვის რთული იქნებოდა რატომღაც ამ სიტუაციიდან ფსიქოლოგიურად რომ გამოვსულიყავი, რაღაც ძალიან ახლოს იყო ყველაფერი.
ახლოს იყო მტკივილი, ახლოს იყო ის ენგურის ხიდი, ახლოს იყო ის ყველა და ყველაფერი იყო ახლოს, რაც ტკივილთან ასოცირდებოდა და ცოტა ხანი უნდა გავრიდებოდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, რთულია ემიგრაცია, იქ წასვლა, სადაც არავინ არ გელოდება და ორი სიტყვაც კი არ იცი, ენა, ქვეყანა, სადაც მიდიხარ, ვერ ლაპარაკობ იმ ენაზე, მაგრამ მიზანი გაქვს დასახული. ვიტყვი თამამად, რომ არასოდეს არ წავსულ ვარ, არც პირველად ემიგრაციაში და არც ახლა იმ მიზნით, რომ უკან არ დავბრუნდები. ის კოდივით მქონდა ჩადებული, რომ წავედით, მაგრამ რაღაც მომენტ დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომაც დაბრუნდით, მე ისევ ემიგრაცია მოყვა ამას და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, მე უკვე ესპანეთი, ხო? კი, ეს გერმანიაში მე ილია დაიბადა 97 წელს, დაუბრუნდით უკვე 7 და 8 წლისები იყვნენ ბიჭები, გოგოები უფრო დიდები, რა თქმა უნდა, ჩამოვფრინდით 2003 წლის ოქტომბერში საქართველოში. 7 წლის მანძილზე ილია და ალექსანდრე არასდროს არ ჩამოსულან და სულ ეხლა მასალა გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად, რომ ყოველი მათი დილა, როდესაც ბაღში მიდიოდნენ, იცმევდნენ, რომ სულ მქონდა ქართული სიმღერები ცეკვა ჩართული და აი ასე რაღაცნაირად ასე ზრდიდი გერმანიის სიყვარულში იზრდებოდნენ. მამაჩემი წერა-კითხვას ასწავლიდა და სულ საქართველო და პირველად 2003 წელს ჩამოფრინდნენ საქართველოში. ჩამოხვედით რამდენი ხანი იყავით საქართველოში? 2003 წლიდან 2007 წლამდე ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ბავშვებთან ერთად და ბავშვებთან ერთად და მე 2012 წელს უკვე ბიჭები წავიყვანეთ ესპანეთში. იქიდან გამომდინარე, რომ გოგოებმა მარიამი სტუდენტი იყო, ანა დაოჯახდა და რატომღაც ვერ ჩავჯექით იმ დროში, რომ 4-ვე წაგვეყვანა. წახვედით თავიდან ბავშვების გარეშე, ხო, მეუღლესთან ერთად. ეს კიდევ ერთი დიდი სირთულე, როდესაც გიწევს დატოვო და თან მერე ომი დაემთხვა 2008 წლის. კიდევ ომი დაემთხვა. კი, და კიდე ძვირფასი ადამიანები ყავს იქ ცხელ წერტილში. სამწუხაროდ. ძალიან რთულია. რო როდესაც წავედით მე და ჩემი მეუღლე, რატომღაც გვეგონა, რომ ძალიან მალევე წავიყვანდით ბავშვებს, მაგრამ ვერ ხერხდება ესე, შე რო გინდა ისე არ არის. შენ სირთულეებთან იქიდან გამომდინარე, რომ მოწყვეტილი ხარ, ვერ ელაპარაკები, კვირაში ერთხელ გაქვს კომუნიკაცია მხოლოდ ბავშვებთან და გატყობინებენ, რომ ომი დაიწყო. რამდენამეს უნდა გაუძლო ადამიანმა და გაგიჟდი თუ გინდა, რაც გინდა ის გააკეთე. უკან ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ საბუთები არ გაქვს. შვილებს ვერ ჩამოიყვან და ვფიქრობ ერთადერთი იმას, რომ მეთქი წითელ ჯვარს მივაკითხო, სად წავიდე, საელჩოში წავიდე, იკივლე რამდენიც გინდა. არ არის შენი დამხმარე არავინ. ერთადერთი ყველა გეუბნება, რომ რაღაცა მალე დამთავრდება. და ჩემი ბავშვები გორში იყვნენ სხვათა შორის, ანა და მარიამს მან სოფელი აქვს და ბიჭებიც მანდ იყვნენ და გორში იყო ეპიცენტრი. და მაგიტომაც უფრო მეტი ის ჩამერთო, რასაც ქვია, მქონდა იმის მიზეზი, რომ უფრო მეტად მენერვიულა, იმიტომ რომ მეთქი ვაი საერთოდ ჩაიკეტოს ყველაფერი. მაგრამ ღვთისწყალობით გადავრჩით, რასაც ქვია და სამწუხაროდ ძალიან ცუდი იყო აგვისტოს ომი, მაგრამ საბედნიეროდ მალე დასრულდა მიუხედავად ამდენი მსხვერპლისა და მადლობა იმ ბიჭებს, ვინც თავი შესწირა აგვისტოს ომს 2008 წელს. რამდენიც გინდა იმდენი ეცადო, ომს ვერასოდეს ვერ გაუშვებ. სხვასთან რა ხდება მე არ ვიცი, მაგრამ ბევრი ვეცადე და ვერ გაუშვი, არ მიდის ჩემგან, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვიტრიალო, სუფრა არის, ადღირგზელო არის, ლოცვა არის, თუ რაც ხდება, ყოველთვის მივდივარ მაინც იმ გარდაცვლილ ადამიანებთან, რომლებიც ომში დაიღუპნენ და როგორ შემიძლია ჩემგან ეს გაუშვა. ყოფილა დღე როცა არ გაგხსენები აფხაზეთი? არა. არანაირად არ არსებობს ეგეთი დღე ჩემს ცხოვრებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მე გათენდა და ჩემ ძმაზე არ ვილოცე, ან არ გამახსენდა ჩემი ძმა, ან ძილისწინა არ თქვი რამე ჩემ ძმაზე და იქ სადაც ჩემი ძმა არის, იქ აფხაზეთია. არ არსებობს ეგეთი რამე. ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს. არც იქნება არას, რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი ყოველი დღე ან იწყება, ან მთავრდება აფხაზეთით, იმიტომ რომ
თუ ჩემს ძმას არ გავიხსენებ, ესე იგი ფიზიკურად ცოცხალი არ ვარ. აი რა არის, რაც ყველაზე მეტად გენატრება? ამას წინათ ვფიქრობდი, რომ ეხლა ხო ყველაფერი არის ტელეფონით ჩაიწერ ყველაფერს და რაც დრო გადის ჩემი ძმის ხმა მავიწყდება. არის დღეები რომ გამახსენდება, არის დღეები რომ საერთოდ მავიწყდება და ვფიქრობ რომ აი ძალიან თვალებს დავხუჭავ ხოლმე ვიძაბები ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი ძმის ხმა აღვიდგინო და ძალიან მენატრება ის ეზო ჩვენი და აი ხმები ჩემი ბიძაშვილების, ბიძაჩემის, ჩემი ბები, იმ ნათესავების, იმ ხალხის, ვინც ფიზიკურ უკვე ცოცხლები აღარ არიან და ზოგი ომს შეეწირა, ზოგი ომის შემდგომ გარდაიცვალა და ძალიან მენატრება ის ხმები. აი ეს ჟრიამული ეზოში, ის სიცილი და თან მინდა გავიხსენო ყველას ხმა, რომელიც სამწუხაროდ ნელ-ნელა რატომღაც მავიწყდება. წეგენ რომ მოვდიოდით გზაში გკითხე რომ აი ეხლა მზად ხარ თქო ნებისმიერ დროს მზად იქნები თუ არა იმისთვის რომ დაბრუნდე აფხაზეთში თქო თუნდაც უბრალოდ რომ ჩახვიდე და შემთხარი კი მე ვგრძნობ შენთვის რამდენად ემოციურად მძიმეა მაგრამ ანუ ნებისმიერ დროს ხარ ამისთვის მზად რომ იმ ადგილას დაბრუნდე აბსოლუტურად ნახე ის ჭრილობები რომელიც არასდროს არ მოშუშებულა და ვერც მოშუშდება ხო ანუ მაინც შეეხო ამას ხო რა ძალა არის ეს ან რა გრძნობა ან რა არის ეს საერთოდ იცი რა არის უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ჩემი ძმა გარდაიცვალა და დასაფლავებულია მის საფლავიც დაკარგულია როგორც ასეთი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ 1% შანსი რო იყოს იქ რო წავიდე და უარი ვთქვა რომ პასუხისმგებლობა არ გამაჩნდეს ჩემი ძმის წინაშე რომ არ მინდოდეს იქ დაბრუნება. ან ჩემი მშობლები, რომლებიც მთელი ცხოვრება უცნებობენ, რომ ჩემი ძმის საფლავი მოიძებნოს, ან თუნდაც იმ წარსულის პატივისცემის, იმ კარგი დღეების, ცუდი დღეების ადამიანური მოქალაქეობრივი პასუხი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა გაგებით. როგორ შეიძლება არ მინდოდეს, ან როგორ შეიძლება არ მიყვარდეს და არ მენატრებოდეს ის ადგილი და მზად არ ვიყო დავუბრუნდე იმ კუთხეს, სადაც ყველაზე ბედნიერი მსოფლიო მოვიარე. მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი აფხაზეთში ვიყავი. ეხლა რადგან სოხუმზე და აფხაზეთზე ვლაპარაკობთ, მე მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი, რომელიც შენთან გამომატანა. ესეთი არაჩვეულებრივი ქართული ბრენდია კირკე და აწარმოებს სხვადასხვა სახის აქსესუარებს. ატარი შენი ამბავი, ასე ქვია, ასეთი არის ამ ბრენდის სლოგანი და აქ არის შენი პატარა ამბავი და მე ვიცი რომ ეს აქსესუარი ძალიან გიყვარს თან და მინდა რომ ხა ნახო და გახსნა ნუტირი ხარ ჯერ. თან ემოციური გავხდი, არ ვიცი რის გამო. ასაკის გამო, მონატრების გამო, რის გამო, მაგრამ ძალიან ემოციური. ხო ძალიან მიყვარს, მე ხო სულ ამები ხო აი აქაც კარგი რა, სოხუმი. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. აი ესე მექნება სულ გულთან ახლოს. მადლობა, აი ამას ასე დავდებ სიმბოლურად. მადლობა. ეკი ჩვენ მადლობა ყველაფრისთვის საერთოდ, ყველა ემოციისთვის. ეხლა მინდა მომიყვარ შვილებზე. 4-ვეზე. ყველაზე მთავარი რა ასწავლე შენს შვილებს? რა გგონია, როგორ გგონია? მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი რაც ზოგადად დედამ, ოჯახმა, მამამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიქნები ესე მიკერძოვებული. რაც ჩემმა შვილებმა ოჯახში ისწავლეს, ეს არის ერთიანობა. აუცილებლად ერთმანეთის გატანა. თუ ერთმანეთს არ გაიტან, არც სამშობლო გიყვარს და საერთოდ ვერავის ვერ შეიყვარებ, ხო, ლოგიკურია. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე მეტად რაც ისწავლეს და რაც ყველა სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, ხო, ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ამიტომ ერთიანობა, ერთმანეთის სიყვარული, გატანა, პასუხისმგებლობა. აი ეს ისწავლეს, ყველას აქვს ერთნაირად დიდი დოზით 4-ვეს, აი ეს
რა ვიცი, მე მგონი ყველაზე ღირებული არის ცხოვრებაში, რაზეც უბრალოდ ადამიანმა ააგოს ურთიერთობები და ყველაფერი. ერთი ადამიანისთვის წეღანაც საუბრობდით, ძალიან სწრაფად განვითარდა შენს ცხოვრებაში რაღაც გარკვეული მნიშვნელოვანი ეპიზოდები და ერთი ადამიანისთვის თითქოს ზედმეტად ბევრიც კი არის იმდენი ემოციის მიღება, იმდენი ტკივილის მიღება, იმდენი დარდის, იმდენი სიხარულის, სიახლის ამ ყველაფერს რო იტევ, ამას როგორ ახერხებ და როგორ გგონია რატო გერგო ესეთი არამოსაწყენი, მაგრამ თან ძალიან საინტერესო ცხოვრება და თან ძალიან ემოციურიც. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი დოზით გამოვიდა რაღაცა განსაცდელები. მე ამას ვეძახი განსაცდელს, იმიტომ რომ თუ ჩაუღრმავდები რა დონის მძიმე ტკივილი და ტრაგედიები და რაღაცები მერგო ცხოვრებაში, მაშინ ალბათ მეც გამიჭირდება თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ თუ იმას ჩაუღრმავდები, რომ ეს უბრალოდ განსაცდელი იყო ეს მძიმე პერიოდები და თავი გავართვი, რასაც ქვია ცხოვრებას, ისე როგორც შევძელი. არ ვიცი როგორ შევძელი, ვინ როგორ უყურებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად შევძელი, რომ ვიყო ძლიერი, იმიტომ რომ ნახე, შენ უნდა გინდოდეს, რომ გადარჩე. ყველაფერი ჩემთვის იწყება და მთავრდება ჩემი შვილებით. მეც რაღაცებს ვეძებ იმისთვის, რომ არ გავჩერდე, არ მოვდუნდე და მოსაწყენი ცხოვრება არ მქონდეს ამ ყველაფერთან ერთად. ტყუილად ხო არ გავიარე ეს გზა. რაღაცისთვის ხო გადავრჩი. ამიტომ რაღაცისთვის. ზედმეტად თავმდაბალი ხო არ. შენ იმისთვის გადარჩი, რომ თუნდაც აი, მოდი ხა მაშინ მივიდეთ ამ თემაზე. აი, რას ნიშნავს ის, რომ სოფლიო ვარსკვლავის დედა ხარ. ანუ პასუხისმგებლობაც არის ალბათ ხო ეს ერთგვარი და ამისთვის რამდენად იყავი მზად. ალბათ პროცესში უკვე ხვდებოდი რომ რაღაცა მიზნები გქონდათ და მაგრამ აი ეხლა ამ მოცემულობაში ფაქტის წინაშე როდესაც ვართ ეს რას ნიშნავს დედისთვის? უპირველეს ყოვლისა ვიტყვი რომ ვარ ძალიან ამაყი და მადლობელი ჩემი შვილები, ზოგადად 4-ვესი. როდესაც კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონზე მიდის საუბარი, ისევ და ისევ ძალიან ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ, რა თქმა უნდა და ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ როგორც შვილი უნდა იყოს, შვილები, მშობლების მადლიერები, ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავ ჩემი შვილების მიმართ და ილიას მიმართ მით უმეტეს ყველა დედას ვსურვებ თავაწეულმა და ამაყმა იაროს. ალბათ რაც გავაკეთე ცხოვრებაში და სულ ვეუბნები ესეთი ესპანური სიტყვა, რომ ანუ ეს ამადღირდა, რაც გავიარე რა გზას ილიამ რომ პირველი ქამარი აიღო, პირველი რაც ვიფიქრე ჩემთვის და რაც გავიფიქრე ეს რომ მეთქი ეს ყველაფერი ამადღირდა. სიამაყე, პასუხისმგებლობა, ნახე დღეს ყველაფერი არის ძალიან ადრე სხვანაირად იყო და დღეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება ცხოვრებაში, თითქოს უნდა ვირბინოთ იმისთვის, რომ რაღაცებს დავეწიოთ და პლუს კიდე ძალიან ხელმისაწვდომია ყველაფერი. ადრე შეიძლება მსოფლიო ჩემპიონის დედა არის თუ ზოგადად სოციუმი, ნუ რატომღაც ერთმანეთისგან გამიჯნული იყო ბევრი მიზეზის გამო და დღეს როდესაც εν რაოდენობის ადამიანი გწერს, სოფლიოს ყველა კუთხიდან, ყველა მადლობას გიხდის. ერთხელ არ მქონია ისეთი მესიჯი, რომ ვინმეს რაღაცა ისეთი ეთქვა, მოეწერა, რომ გული დამწყვეტოდა. და დღევანდელ რეალობაში ეს არის ძალიან იშვიათი. ძალიან იშვიათი და კონკრეტულად ყველას რო უყარდე, ანუ აი და არ ჩემ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ვამბობ იმას, რასაც ხალხი წერს, ნუ ხო შეიძლება ეს ჩემ ქართველებს უყვარვარ, დიდი მადლობა და დაუშვათ თქვი რომ ნუ ქართველი ვარ და მაგიტომ, მაგრამ არა, არ შეიძლება ბოლივიელს, არგენტინელს, უკრაინელს, ყველა ეროვნების ადამიანს ერთნაირად უყვარდე და ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ 21 საუკუნეში დღეს, როდესაც ბევრი რაღაცა უკვე რაღაცნაირად გაუფასიურდა, მაინც ხალხი მწერს იმას, რომ აი ყოჩაღ, ესე იგი სადღაც მაინც დედა, აი დედის, იმიტომ კი არა რომ მე მინდა რომ მე სადღაც ზემოთ ვიდგე, არა, უბრალოდ მიხარია რომ ადამიანები პატივს ცემენ დედას, იმიტომ რომ მაინც ოჯახია ბევრი რაღაცა, მშობელი ბევრს ნიშნავს და საზოგადო ყველა ეროვნების ადამიანი რომ მიდის იქამდე რომ მიწერონ დედას რომ მადლობა რომ თქვენ
სოფლიოს ასეთი შვილი გაუზარდეთ, מחარებს. რა არის მთავარი წარმატების საიდუმლო ამ ბიჭებში, ილიაში და ალექსანდრეში? შენი აზრით? იცი რა არის აისახეს მიზანი და თქვენს ჩვენ გავხდებით სოფლიო ჩემპიონები. ამას ამბობდნენ. ჩვენ გავაკეთებთ ასე. ამას ამბობდნენ, იმიტომ რომ როდესაც თქვენს რომ ჩვენ არ გვინდა იმდენი წელი ვისწავლოთ, რომ მე უნივერსიტეტში გადავიდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად რო არ გვეყოფა სავარჯიშოდ და თქვენს რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს ჩავდებთ ამაში, გააკეთეს კიდევაც. რაც არ უნდა მინდოდეს მე, რაც არ უნდა უნდოდეს ჩემს მეუღლეს და რამდენიც არ უნდა ვილოცო თუ როგორც არის, რომ თუ თვითონ არ ილოცებს თავის თავზე და არ მოუნდება და მიზანს არ დაისახავს, პასუხისმგებლობა არ ექნება და დისციპლინირებული არ იქნება, ვერასოდეს ადამიანი ვერაფერს ვერ მიაღწევს. თავი საიდუმლო სწორედაც ამაშია. დისციპლინა, პასუხისმგებლობა და უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და თუ არ გინდა, რა ვიცი, და დაიჯერო საკუთარი თავის დაწარმოებულად, აუცილებლად. არის რამე რასაც ნანობ? ყოველთვის ვიტყვი, სადაც არ უნდა ვიყო, რომ სამწუხაროდ ჩემს ქვეყანაში ისე იყო სიტუაცია, რომ მე მომიწია ემიგრაციაში წასვლა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს საქართველო. დღესაც თითქმის 30 წლის შემდეგ მზად ვარ დავუბრუნდე და აქ ვიცხოვრო, სულ ამას ვამბობ და მტკივა გული და ჩემი ქვეყანა მინდა დაალაგდეს ისე რომ მე არ ვინანო ყოველ წასვლაზე, როდესაც მოვდივარ და უკან ბრუნდები, იმიტომ რომ ეს ჩემი სამშობლოა, მაგრამ ჩემი სახლი იქ არის. მე მინდა რომ ჩემი სამშობლოს და ჩემი სახლიც აქ იყოს. იცი რა, ამ ქვეყანამ ძალიან რთული ეტაპები გამოგატარა ადრეული ასაკიდან. ძალიან ბევრი რაღაც გეტკინა, დაკარგეს საკუთარი საყვარელი ადამიანები და ბრაზი ან გულისწყვეტა ან რაღაც სინანული თვითონ ქვეყნის მიმართ ქონია? არა, ვერ მექნებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემ ქვეყანას ყავს მტერი. როდესაც ყავს მტერი, როგორ უნდა გაუბრაზდე ჩემს ქვეყანაზე? ჩემმა ქვეყანამ რა უნდა განახე, მშობელი შვილს აძლევს იმდენს, რამდენიც შეუძლია. მე შვილმა უნდა გაართვას თავი, რომ გაიზარდოს ცხოვრებაში და ადამიანად ჩამოყალიბდეს და ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა. ისე რომ შეცდომა არ დაუშვას და მშობელს წყალში არ ჩაუყაროს რაღაც. ზუსტად ესეა. ჩემმა ქვეყანამ ის საცოდავი 90-იანები, მიუხედავად იმისა, შიდა მტრებიც ბევრი არსებობდა, არა მხოლოდ შემოსულები. რა უნდა მომცეს და რა უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, ვერ გავბრაზდები. შეიძლება გული მტკივა სასტიკად. ის რომ მე ეს არ უნდა მომცლოდა, მე ეს გზა არ უნდა გამომე. ჩემი ქვეყანა ისეთი ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ აი ეს თუ გითქვამს დეტალ არ დავბადებული. არასოდეს. ღმერთმა დამიფაროს. არასოდეს არ ვიტყვი. მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც გამოვიარე, მიუხედავად ყველაფრისა, მადლობა ღმერთს, რომ მე და შენ ახლა ქართულად ვლაპარაკობ და მე ვარ ქართველი და დავიბადე ზუსტად ამ ქვეყანაში. დავიბადე ზუსტად იმ ქალაქში, სადაც დავიბადე, მიუხედავად იმისა, მხოლოდ 21 წელი ყოფილა ჩემთვის ეს ფუფუნება, რომ 64-ში დავიბადე. არასოდეს არ ვინანებ, ღმერთმა დამიფაროს. პირიქით. ბედნიერი ვარ, რომ აქ და საქართველოს მოქალაქე ვარ, საქართველოში დავიბადე და კონკრეტულად სოხუმელი ვარ. რა არის შენთვის მთავარი გამარჯვება? ჩემთვის მთავარი გამარჯვება არის ზუსტად ის, რომ ეხლა ამ წუთას აქ ვზივარ და ვლაპარაკობ იმაზე, რაც გავიარე, რა მოცემულობაშიც ამ წუთას ვიმყოფები და სოფლიოს ვაჩუქე ისეთი ადამიანები, ვისიც არ მრცხვენია, ვისაც სარგებელი მოაქვს ყველასთვის და იმიტომ კი არა მე ხლა არ ვლაპარაკობ მხოლოდ როგორც დედა, ვლაპარაკობ ადამიანი, რომელმაც იცის რომ ალექსანდრეზე, ილიაზე, მათ მაგალითზე შეიძლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობები გაიზარდონ და ამაზე მეც ვერაფერს ვერ გავუკეთებდი პირადად მე ვერავის ცხოვრებაში, რომ როდესაც სამაგალითოს ზრდი ადამიანებს და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმაზე, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. გავიმარჯვე და ესეთი სარგებელი მოუტანე სამყაროს. პირველი ბრძოლა იყო, რომელსაც ესწრებოდი შენ ილიასთან რომ მიდიოდი. ამ ბრძოლაზე შენ სახში შებრუნდი, შენთვის განსაკუთრებული ნივთი აიღე, რწმენით წაიღე და აი ამ მნიშვნელოვან ბრძოლას ესწრებოდი ამ ნივთთან ერთად ხელში.
ეს არის ძალიან ძვირფასი შენთვის და ძალიან ესეთი რწმენას გაძლევ და ანუ აი ამაზე მომიყევი რა. ერთი რასაც წიგნის ფურცლიდან მაისური, რომელშიც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ეს არის ერთადერთი ამ მაისურს ვეძახი ცოცხალ ნივთს. იმიტომ რომ ჩემი ძმა იმ მაისურში გარდაიცვალა და ასე მგონია, რომ ის მაისური სუნთქავს. რატომღაც ასე მგონია. და კალიფორნიაში, როდესაც მიფრინავდით, წავიღე, მეთქი აი ეს არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდება ხატებთან, სანთლებთან ერთად. მქონდა ჩემი ძმის მაისური და აი ყველაზე მეტად, როდესაც რაღაც ისეთი მომენტი იყო წონის ჩაბარება, ბრძოლის წინადღე, ბრძოლის დღე, აი რომ გახარდა, როგორც ხატები გააქვს, სანთლები გააქვს დანთებული და ვლოცულობ, აი ესე ვლოცულობდი ჩახუტებული და ველაპარაკები ხოლმე ჩემ ძმას, რომ ეხლა შენ ვიცი რომ ჩემთან ხარ, აუცილებლად მჭირდება შენი თანადგომა, შენი დახმარება და მართლა ვგრძნობ, აი ეს მაისური ჩემთვის არის ყველაფერი და ყოველთვის თან დამაქვს, სადაც დავდივარ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება, რომ ჩემი ძმა გვერდში მყავდეს. ბოლო კომუნიკაცია შენს ძმასთან, შენთვის ყველაზე მთავარ და ძვირფას ადამიანთან თუ გახსენდება? კი, ეს იყო 5 დეკემბერი, დილა. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ წყალი დამისხი თავი უნდა დავიბანო და არასოდეს არ დამავიწყდება, გაზციოდა გარეთ. მაგრად და ჩვენ ხო აგარაგზე ვიყავით. ხო და რაღაცნაირად სულ ისე ჩაყოლილი მაქვს, ძალიან მცივანა იყო სხვათა შორის, აი სულ რაღაცნაირად ეგრე იყო და წყალს უროვა, სხამდი, ვაიმე ღმერთო ჩემო როგორ მცივა, ვაიმე ღმერთო ჩემო როგორ მცივა და ნეტად ურამე გამათბობსო. და ზუსტად იმ საღამოს გარდაიცვალა, ანუ და სულ რაღაცნაირად გულში ისე ხო იცი რომ გძინავს და ფიქრობ რომ აი ესე იმეორებდა რომ ნეტა რამე თუ გამათბობს და ზუსტად იმ დღეს საერთოდ გაცივდა. ასე რომ ძალიან ძნელია ჩემთვის კონკრეტულად მასთან ეს ბოლო კომუნიკაცია და სახლიდან რომ გავიდა არასდროს არ დამავიწყდება რომ ესე მოიხედა და ეს თვალი ჩამიკრა საერთოდ. ხო. ეგ იყო ჩვენი ბოლო კომუნიკაცია. საბოლოო ჯამში მე მგონია რომ თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, რასაც შეიძლებოდა რომ ამ ფორმატში ახლა ასე, თუმცა ბევრი რაღაც ჯერ კიდევ სათქმელი არის და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ აუცილებლად დაწერ წიგნს, სადაც კიდევ უფრო დეტალურად და დაწვრილებით მოყვები იმ გზაზე, რომელიც გაიარე. ასე ერთ გადაცემაში ინგას ისეთი ცხოვრება აქვს მეგობრებო გავლილი რომ ძალიან გამიჭირდებოდა რომ მეჩვენებინა და მოგვეყოლა ჩვენ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს ინტერვიუ შედგათ, ხო? პირველია თან და არ ვღელავ თქო, არ ვიტყვი, როგორ არ ვღელავ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ხა შეიძლება ბევრი წელი ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ასე პირდაპირ პირისპირ შენთან ერთად გავბედე პირველად და აი ამ არაჩვეულებრივ სივრცეში და გარემოში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იორას იმისთვის რომ არის მარან იორას არის ჩვენი მასპინძელი და რამე ხარ დაგჭა სათქმელი, რამე ხარ გინდა მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარვართ. ჩემთვის დიდი პატივია სიყვარული. რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემთვის იმ დოზით სიყვარული, რა დოზითაც უყვარვარ ადამიანს, კონკრეტულად საქართველოში როგორც უყვარვართ. დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ მასპინძელს, მარან იორას. კიდე დავაგემოვნებთ ღვინოს გაგვიმარჯოს. პირველი გადაცემა შედგა შენი წარმატებებს გისურვებ. მადლობა რომ მომიწვიე, მადლობა რომ ჩემი გჯერა. პირიქით. მადლობა რომ мотиваციას მაძლევ და სულ მიბიძგებ იმისკენ რომ წიგნი რაღაცა კიდე დავწერო. არ გპირდები, მაგრამ შევეცდები და ვიცი რომ ძალიან წარმატებული იქნება შენი ეს პროექტი, რასაც ძალიან კარგად ართმევ თავს და წარმატებები ყველა ქართველს ვის თავის საქმეს გულით აკეთებს და სიამაყით დააქვს საქართველოს მსოფლიოში ყველგან. мотиваცია შენ ხარ ჩემი და ძალიან დიდი მადლობა შენ. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ბოლომდე უყურა ამ გადაცემას. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს.